მან დატოვა დიდება, ძალაუფლება და ერისთავთერისთავის ტიტული, რათა ღმერთს მომსახურებოდა. ათონის მთაზე მან სიმშვიდე იპოვა, მაგრამ სამყარო მას მშვიდობა არ აცალა. ბიზანტიის იმპერია შინაომის ალში იწოდა, იმპერატორების ტახტი ირღეოდა და მათ მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ, ქართველი ბერი. მას არ უნდოდა სისხლი, მაგრამ ვალდებულება მოყვასისა და ქვეყნის წინაშე უზენაესი იყო. მან გაიხადა ანაფორა, ჩაიცვა აბჯარი და ბერული სიმშვიდე მხედართ მთავრის რისხვიჩით შეცვალა. საქართველო მას 12,000 ირჩეული მხედარი გაატანა. ეს არის უბრალოდ ჯარი, ეს იყო ქარიშხალი, რომელმაც მცირე აზია გადაარჩინა და მტრის უძლეველი არმია მტრად აქცია. გამარჯვებულს იმპერატორმა უთვალავი ოქრო მიართვა. სხვა მხედართ მთავარი ამ განძით სასახლეს ააშენებდა, მაგრამ თორნიკემ ღმერთს სახლი აუგო. ასე დაიბადა ათონის ივერთა მონასტერი, ქართული სულის ციხესიმაგრე. თორნიკე ერისთავი, კაცი, რომელმაც ხმლით იმპერია გადაარჩინა, რწმენით კი მარადისობა დაიმკვიდრა.